საღამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა წრის ნახევარზე დღის მნიშვნელოვან სიახლეებს განსახორეშვილი გაგაცნობთ. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაციის ინიციატივით რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციების რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. დეტალები ნინო ბერიძის სიუჟეტში. ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება და პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგსა და შეფასებაში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდაჭერა. ეს ის საკითხებია, რომელზეც რუსთავის ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა იმსჯელეს. შეხვედრაში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია მონაწილეობდნენ. შეხვედრა დავამთავრეთ დოკუმენტით, მემორანდუმით, რომელიც მიხედვითაც ჩვენ ერთობლივად არ დავიშურებთ არავითარ ძალას იმისთვის, რომ ქვემო ქართლის ორგანიზაციები და ასევე ხელისუფლება ერთობლივად მუშაობდეთ და ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ჭირდება ქვემო ქართლს თავისი განვითარებისთვის. საკმაოდ კარგი აზრები გამოითქვა, ჩვენი მხრიდანაც რაღაც გარკვეული მითითებები იყო, ანუ რეკომენდაციები უბრალოდ, რაც კარგი იქნება თუ შესრულდება და საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ რუსთავში ახალგაზრდების აქტიურობა შეუწყობს ხელს, რაც შეეხება თვითმმართველობა და სამხარეო ადმინისტრაცია მზად არიან მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. შეხვედრაზე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაციაც გაიმართა. გამომდინარე იმ თემატიკის აქტუალობიდან, რაც განიხილებოდა, ეს მნიშვნელოვანია ჩართულობა. მუშაობდით ეს 2 დღე რუსთავის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე. რაღაც გარკვეული საფუძველი ჩაუყარეთ, თუმცა სამუშაო პროცესი გაგრძელდება. გარკვეული მხარდაჭერა აღგვითქვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და სამომავლოდ ერთად განვახორციელოთ კოალიციური პროექტები, რომლებიც პოზიტიურად წაადგება ჩვენს ქალაქს. შეხვედრა ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაციის ინიციატივით ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ბოლო რამდენიმე დღეა 300-მდე დასახელების მედიკამენტის ფასმა 5-დან 7%-მდე მოიმატა. ამას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში და ფაქტს ლარის კურსის ცვალებადობას უკავშირებენ. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ძირითადად წნევისა და გულის ისწავლები გაძვირდა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ. რუსთაველები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მათ წამლის შეძენა გაცილებით ძვირად მოუწიათ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 157 ლარის წამლები გამოუწერეს, ახლა ის აღირს 200 ლარზე მეტი ვიყი, როგორ უნდა ვიყიდო, როგორ შეძლო მე პენსიონერმა, რომელსაც მაქვს 150 ლარი პენსია. ყველა წამლები მოიტანა, მე მაგალითად თვალის წამას ვყიდულობ, წნევის წამას ვიყიდულობ და მომატებული აქ თვალზე გლაკომა მაქვს და ჩემი სიცოცხლე სულ უნდა ვიწვეთო თვალში და სულ უნდა ვიყიდო. გულის წამლებსა შვილო, ნაღლის წამასა, სახსრების წამასა რა ვიცი, რაღაცა რა ვხმარო. და ფასები მომატებულია. ფასები მომატებულია. გზავრთა უნებართოდ გადაყვანაზე ჯარიმების ახალი წესი ამოქმედა. სანქციები ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მყოფი მიკროავტობუსების მძღოლებზე ვრცელდება, რომლებიც მგზავრებს შესაბამისი ნებართვის გარეშე გადაიყვანენ. დამრღვევის მიმართ ქვითარს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გამოწერენ. სამართალდამრღვევი კი 100 ლარი დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში თუ ის აღნიშნულ თანხას 1 თვის განმავლობაში არ გადაიხდის, ჯარიმა 500 ლარით გაიზრდება. სანქციები ვრცელდება იმ მძღოლების მიმართაც, რომლებიც ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებენ. ჩვენი უფლებამოსილება ვრცელდება უნებართოდ გზავრთა გადაყვანაზე მიკროავტობუსის მფლობელების მიერ და აგრეთვე ნებართვის დარღვევით თუ იქნება ასეთ შემთხვევები. ჩვენ გასულ წელს შესაბამისი ღონისძიებები მივიღეთ სხვადასხვა მიმართულებით და წელსაც ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას. დარღვევის შემთხვევაში ვახორციელებთ ჩვენ ადმინისტრაციულ სანქციას. რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. გზების კეთილმოწყობის პროცესს კომპანია გზატკეცილი პლუსი ქვემო ქართლის ცენტრალური არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 იანვარს დაიწყო და ხვალ დასრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ასფალტის ქვედაფენის დაგება ხორციელდება. გება ქვედაფენა სულ არის 840 კვადრატული მეტრა დასაგები. ხვალინდელ დღეს სამუშაო აქ მორჩება.
ქალაქში შენობების გადახურვისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული აივნების რეკონსტრუქცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები პარალელურ რეჟიმში რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. ამორტიზირებული სახურავების შეცვლის პროცესი ქალაქში იანვრის თვეში დაიწყო, როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა. გადახურვითი სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. ვაპრაიმერებთ, მერე ვაკრავთ, ვასრულთავთ თავისთავად რა თქმა უნდა პირველ რიგში და ის ნორმალურად მუშაობა. სულ 5 კვადრატობაზე არის 550 კვადრატი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელიც სკოლის მოსწავლეების ექსკურსიას თეატრებში ითვალისწინებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებიც ერთვებიან. პროექტის მიხედვით მოსწავლეები თეატრის არქივსა და ისტორიას გაეცნობიან, შეხვდებიან რეჟისორებს და მსახიობებს და ათვალიერებენ სცენას, საგრიმიოროს და კულისებს. პროექტის სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის სკოლებს მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, გამოთქვეს სურვილი და სავარაუდოდ, როდესაც ისინი განცხად შეავსებენ, მოხდება შემდეგ ამ ექსკურსიების ჩატარება. ჩამოყალიბდება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებაც, დახვეწს მათ მოსმენის კულტურას და აბსოლუტურად ყველა იმ უნარჩვევებს, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება და საერთოდ განათლების სამინისტრო მოსწავლეთაგან. გურული დღიურები გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დღეს მეათე საჯარო სკოლაში. პოეტმა სკოლის ბიბლიოთეკას დოკუმენტურ პროზა დაწერილი გურული დღიურები უსახსოვრა, რომელიც ავტორის მოგონებებისა და გურულების მიერ მოთხრობილი ამბებისგან შედგება. მოთხრობების კრებული პოეტის პირველი პროზაული ნაწარმოებია. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მეათე საჯარო სკოლას უკვე მეორედ სტუმრობდა. ასეთი შეხვედრები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვათ ადამიანი ხვდება იმ თაობას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და მე ვარ ძალიან კმაყოფილი ამ შეხვედრით, იმიტომ რომ ეს ბავშვები განსაკუთრებით თქვათ, მე უკვე მეორეჯერ ვარ ამ სკოლაში, არიან განსაკუთრებით თქვათ მოტივირებულები. მეტად საინტერესო პიროვნება ჩვენი ახალგაზრდებიც იცნობენ მას, მისი ცხოვრების გზას, მის შემოქმედებას. მეტად საინტერესოდ წარიმართა საუბარი. ახლა კი გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც კომპანია რუსთავის წყალმა მოგვაწოდა. 4 თებერვალს 10 საათიდან 5 თებერვლის 6 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მოსახლეობას. კომპანია რუსთავის წყალი ქალაქის მკვებავ ხრამი ილმაზლოს 800 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე თვეზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. ამავდროულად ჩატარდა რიგი ტექნიკური კომპლექსური სამუშაოები. ახლით შეიცვალა ხრამის სათავე ნაგებობასთან დამოკავშირებელი მილდენის მწყობრიდან გამოსული 300 მეტრიანი მონაკვეთი. 4 თებერვალს მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოს ტერიტორიაზე ახლად მოწყობილი ქსელის მოქმედ ქსელთან მიერთებითი სამუშაოები წარიმართება. იმის გამო, რომ 800 მმ-იანი მაგისტრალური მილსადენი მდინარე მტკვარზე არსებულ აკვედუკზე ჩამავალი ხაზია, სამუშაოები რთულად განსახორციელებელია და შესაბამისად გარკვეულ დროს მოითხოვს, რის გამოც რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება თითქმის 24 საათის განმავლობაში შეუწყდება. კომპანია რუსთავის წყალი შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლების დაგვარად შეამციროს. პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ 10 პირის დაკავება დაადასტურეს. მათ მიმართ წაყენებულია ბრალდებები განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციის მოხლებით. განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ, 10-ზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი. აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. ხსენებულ საქმეზე პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით დაკავებულ იქნა 11 პირი.
სხულფეხა საქონლის პასპორტიზაციის პროცესი 2018 წლამდე უნდა დასრულდეს. მიმდინარე წლიდან სხულფეხა საქონელს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება, თითოეულ პირუტყვზე გაიცემა პასპორტი და მათი მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში შევა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, 2015 წლის თებერვლიდან ბრუცელიოზის პროგრამა ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც გლეხი პირუტყვის დაავადებისას მისი იძულებით დაკლის შემთხვევაში გარკვეული სახის კომპენსაციას მიიღებს. სხულფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა განახორციელოს. ფერმერი ვერ დაკლავს საქონელს თუ არ ექნება ყველა, ანუ არ ეყოლება დარეგისტრირებული. საქონელი შესაბამისად უკვე დარეგისტრირებული უნდა იყოს სადგომიც, ხო? ვერ დაკლავს საქონელს, იქიდან გამომდინარე სასაკლაოს უფლება არ ექნება მიიღოს აღურიცხავი საქონელი. სასაკლაო იტოვებს საყურე ნიშანს და პასპორტს და 7 დღის ვადაში ლიკვიდირებული საქონლის შესახებ ამ მონაცემებს აწვის სააგენტოს და შემდეგ უკვე ელექტრონულ ბაზაში ხდება ამ ყველაფრის გადატანა. თებერვლის ბოლოს გვექნება ბრუცელოზის პროგრამა, რომელსაც უკვე გავუკეთებთ შესაბამის კომუნიკაციას. ეს გრძელვადიანი პროგრამა არ არის ეს პროგრამა, რომელიც ერთ თვეში ხორციელდება, მაგრამ აქ უკვე გათვალისწინებული იქნება ის мотиваცია, რომ აღარ შეეშინდეს, მას ეცოდინება, რომ თუ მის პიროს აღმოაჩნდა პირობითად ბრუცელოზი, რომ ის ამის სანაცვლოდ რაღაცა პირობებში ჩაჯდება. დღეს მაგის ეშინიათ და ამ დროს ეს მხოლოდ ცხოველების ნაწილი არ არის, ეს ასევე ადამიანური ჯანდაცვის ნაწილიც არის და ამიტომ ვეძახით ჩვენ ესეთი გაგება One Health Security, ანუ ერთიანი ჯანდაცვის მიდგომა. რატომ განისაზღვრა სასკოლო ასაკად 6 წელი საკითხთან დაკავშირებით დღეს სპეციალისტებმა იმსჯელეს. ფსიქოლოგების განმარტებით დადგენილია, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხური გააჩნია. ამ ასაკში თითოეულ თვესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ემოციური ინტელექტუალური განვითარებისთვის. მათივე განცხადებით სკოლაში ბავშვი ხვდება რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, რაც 5 წლის ბავშვისთვის უფრო რთული დასაძლევია. შეხვედრას ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ის უნდა იყოს მზად როგორც ფსიქოემოციურად, ასევე სოციალურად და 6 წლის ბავშვი ამისათვის მარტივი გასაგებია, რომ უფრო მზად არის, ვიდრე 5 წლის ბავშვი. ძალიან თითოეულ ამ ფსიქოემოციურ განვითარებას და სოციალურ უნარჩვევებში ძალიან ბევრი კრიტერიუმია და ეს ყველაფერი არადიფერენცირებულია 5 წლის ბავშვისთვის. ბავშვობაში უნდა ეთამაშოს. მოწაფეობაში ისწავლოს და მერე ემუშაოს. ამიტომ თამაში რომ მოაკლებ ბავშვობაში, რახან ნახავ რომ ლექსები ისწავლა. მერე ის ნაკლი ამოდის ნევროზის სახით, ახლა ზოგადად ვამბობ ნევროზის სახით გვიან ასაკში. ავღანეთში პარვანის პროვინციაში ქართულმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს. ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მოსახლეობასთან გასაუბრება იყო. ქართულ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღევანდელი ჩვენი ალფა-2-ის ამოცანა იყო სამხრეთ-დასავლეთ ოპერაციის რაიონში მოწინააღმდეგის შეზღუდვა, თავისუფალი გადაადგილებისა და ასევე არაპირდაპირი ცეცხლის წარმოებისა. დღეს ქართველ სამხედროებთან ერთად სოფელ დაშტრაბადში ვიყავით, სადაც ერთობლივი პატრულირება განვახორციელეთ. დაგისრებული ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. პატრულირებამ კარგად ჩაიარა. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ. ახალშობილი 3 კილოგრამი და 600 გრამი დაიბადა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი თეიმურაზი დაარქვეს. გამოშვებას რეკლამის შემდეგ უცხოეთის სიახლეებით განმოგრძობთ, არ გადაერთოთ. ეგვიპტეში ალ-ჯაზირას ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ის პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. დასავლური მედიის ინფორმაციით ავსტრალიელმა პიტერ გრისტმა ეგვიპტე უკვე დატოვა. 2013 წლის ბოლოს დაკავებული კიდევ 2 ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაში რჩება. ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და გაძევებული პრეზიდენტის მუჰამედ მურსისა და მისი პარტიის მუსლიმთა საძმოს მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 2014 წლის ივნისში კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულ ჟურნალისტებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
საპროტესტო აქცია უნგრეთში აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ანტიევროპულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს და ხელისუფლებას დასავლური ღირებულებების პატივისცემისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტების ნაწილმა პრორუსული პოლიტიკისთვის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ცნობილია, რომ 2 კვირის შემდეგ ბუდაპეშტს ვლადიმერ პუტინი ესტუმრება. საბერძნეთი ევროზონისგან კრედიტს აღარ აიღებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. საბერძნეთის ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის საკრედიტო ვალდებულების რესტრუქტურიზაციის გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ათენმა უპირველესად ეკონომიკური ზრდის უნარი უნდა აღიდგინოს. მისი თქმით, საბერძნეთის ახალი პოლიტიკის პრიორიტეტი მთელი ევროპის კეთილდღეობაა. საერთაშორისო კრედიტორებთან საბერძნეთის ფინანსური ვალდებულება 300 მილიარდ ევროს აჭარბებს. და გამოშვების ბოლოს გავიგოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკა დღისით 8, ღამით -3 გრადუსი, თეთრი წყარო დღისით +10, ღამით -1. დმანისი დღისით +6 გრადუსი, სითბო ღამით -6 გრადუსი. რაც შეეხება ბოლნისი დღისით 12, ღამით +1, მარნეული დღისით 12, ასევე +1 ღამე. თბილისი დღისით 12, ღამით +1. გარდაბანი დღისით 13 გრადუსი, სითბო ღამით +2, ხოლო ჩვენს ქალაქში დღისით +13, ღამით +2 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახდათ ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.